30 და 31 მაისს ზღვის უბნის პარკში ურბან ფესტი გაიმართება. ურბან ფესტივალზე სპორტის 6 სახეობაში სხვადასხვა აქტივობა არის დაგეგმილი. უფრო დეტალურად ბუნებრივია რა მიზანს ისახავს ურბან ფესტი, რა მნიშვნელობა აქვს მსგავს ფესტივალებს ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში და ახალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების წესის კიდევ უფრო პოპულარიზებაში. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. ჩვენი სტუმარია ურბანული სპორტის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი ნიკოლოზ გაბელია. ნიკოლოზ, დილა მშვიდობისა. მადლობა სტუმრობისთვის და კარგი ამბავია ნამდვილად, იმიტომ რომ შაბათ კვირა, არ ვიცი ხა. არასტაბილური ამინდებიდან გამომდინარე ღიაცის ქვეშ იმედია რომ ყველაფერი ისე ჩაივლის როგორც დაგეგმილი გაქვს. იმედი მაქვს. და მოდი მაშინ კარგად ავხსნათ, მოუყვეთ მაყურებელს ურბან ფესტის მნიშვნელობა და შინაარსი ზოგადად რას გულისხმობს ურბან ფესტი. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მივესალმებით თქვენს ტელევიზიას, ძალიან მომწონს აქაურობა, გულშემატკივრობთ, მრავალი წელია უკვე და მიხარია რომ აქ მოვედით თქვენთან პირველად ვარ სკოტაშურის. რაც შეეხება ურბან ფესტი უკვე მესამე ტარდება ჩვენს დედაქალაქში, პირველად ჩავატარეთ 3 წლის წინ დედაენის პარკში და შემდეგ უკვე შევცვალეთ ტაქტიკა, ასე რომ ვთქვათ, რადგან ურბანული განვითარებისთვის მოდი გადავინაცვლოთ გარეუბნებში, სადაც უფრო მეტად სჭირდება საზოგადოებას აქტივობა და ასე შემდეგ და მოვახერხეთ ის, რომ თბილისის ზღვის უბნის პარკში უკვე მეორედ ვატარებთ ამ ყველაფერს, სადაც ყველაფერი იქვია, არ გჭირდება არაფრის მიტანა, მოტანა, კალათბურთის მოედანიც არის, ფეხბურთის მოედანიც არის, დიდი მინდვრებიც არის, მოკლედ ყველაფერია იმისთვის, რომ სპორტული გარემო შექმნა და ადამიანები მოიწვიო, ნახონ კარგი სანახაობა და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ 30-31-ს როგორც აღნიშნე, ამინც როგორც უყურებთ, წვიმა არ არის, რაც მთავარია. ეს უკვე კარგია, რომ გითხრა რომ თბილი ამინდი იქნება და დაგვწება თქო მოგატყუებთ, საქართველოში არის ზოგადად ცუდი ამინდები, მაგრამ იმედია რომ ცოტას მოიმატებს გრადუსი. 30 მაისს ასევე იგეგმება პარკინგზე, პარკის ცოტა ზედა მხარეს იგეგმება ჩემპიონთა ლიგის მატჩის ჩვენება დიდ ეკრანზე, ასე რომ თემქის და მის გულშემატკივრობა პარიზენ არსენალის გულშემატკივრობით ალბათ იქნებიან, მაგრამ მაინც საერთო სურათიდან გამომდინარე შარშანაც ჰქონდა აღნიშნულ ადგილზე ქვევით პარკში ჰქონდა უკვე ჩვენება და ძალიან ბევრი ადამიანი შეგროვდა, თემქის მოსახლეობა დანის მოსახლეობა თითქმის ყველა ჩამოვიდა და ძალიან გახარებულები და ბედნიერები იყვნენ და არავინ არ იყო სხვადასხვის ინტერის გულშემატკივარი. ყველანი პარი სენ-ჟერმენის გულშემატკივრები იყვნენ, ალბათ ახლაც ასე იქნება. და დროსაც მნიშვნელობა აქვს, მაშინ 11 საათი ახლა 8 საათია, შედარებით ისე დროს არის, რომ ყველა შეუძლია მოსვლა ბავშვებიანად. კი, იქნება კვების ზონაც, იქნება ლუდიც, იქნება ყველაფერი აბსოლუტურად იმისთვის, რასაც უხდება ფესტივალებს. კი, მსგავს ფესტივალებს, კი. ზოგადად სპორტული შეჯიბრებებს რაც შეეხება, იქნება 4-4-ზე ფეხბურთის ჩემპიონატი. 6 სახეობა, კი, 6 სახეობა 4-4-ზე ფეხბურთის ჩემპიონატი, კალათბურთი 3-3-ზე, რომელიც ასეთ პოპულარულია ჩვენთან და როგორც კი დაიდება ხოლმე სარეგისტრაციო ველი იმ წამსვე შეივსება, იმიტომ რომ გუნდები არსებობენ, რომლებიც აი როგორც სუპერლიგაში არიან გუნდები, ასე არიან კალათბურთში, ჩემპიონატები ტარდება ჩვენ. კი, ჩემპიონატ მეც ხშირად თამაშობდი ხოლმე, ადრე იყო დრო. ეხლა არ შემილია ასე თამაში, თორე ეგრევე ივსება ხოლმე, იქნება ტეკბოლი, არის ტაჩ რაგბი, რომელიც ძალიან საინტერესო სანახავია და არ არის არც დაჯახებები და ასე შემდეგ. დაჭერობანას თამაშობ. არაკონტაქტური. დაჭერობანას თამაშობ, ელემენტარული, არის ნარდის ჩემპიონატი და უამრავი გასართობის სივრცე, სადაც ადამიანს შეუძლია მოსვლა და ტაჩ რაგბზე შეგიძლიათ ეხლაც მიმდინარეობს რეგისტრაცია, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ. ხო, ეგ მინდოდა მე კითხა, სპორტ აი ამ 6-ვე სახეობაში ნებისმიერ მონაწილეს ახლა უკვე ფეხბურთზე და კალათბურთზე მორჩენილია, იმიტომ რომ როგორც გითხარი, ეგრევე შეივსო და სადაც არის დარჩენილი, ნებისმიერ მაგალითად მე რომ რეგისტრაციო ნარდზე შეგიძლიათ მოხვიდეთ და იქვეც დარეგისტრირდეთ და იქვეც მიიღოთ მონაწილეობა. ანუ ნებისმიერ სურვილს შეუძლია რომ ჩაერთოს ამ აქტივობებში და უშუალო მონაწილე იყოს ამ. რაც მთავარია, ხო, არ არის აქ პრიზების გარდა, თასების გარდა გვაქვს ფულადი ჯილდოები, ანუ ნებისმიერი გამარჯვებული გუნდი, პირველ ადგილზე გასული თუ მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს გარკვეული სახის თანხაზე, ეს არ იქნება რაღაცა ისეთი თანხა, რომელიც შევეწავიდეს და კოკა-კოლა იყიდოს ან რაღაც წყალი მთის, რაღაც ეგეთი. ნებისმიერი რაღაც ძალიან სოლიდურ თანხებზეა საუბარი და ადამიანებს უხარია მოტივაციისთვის რასაკვირველია. მიზანი და იდეა, მოდი კარგად რომ გავმართოთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი ეგეთ მსგავს ფესტივალებზე ოჯახებით დადიან ადამიანები, მთელი ოჯახი მოდის და მნიშვნელოვანია რომ შეხედავ რა мотивация შეიძლება გქონდეთ თქვენ როგორც ორგანიზატორებს და
თვითონ ბავშვებს და ოჯახებს, რომლებიც მოდიან, მიზანი და იდეა, რისთვის ტარდება ეს ყველაფერი? რასაკვირველია, იცი რა, ყველაზე მნიშვნელოვანი შენ სპორტული ადამიანი ხარ და სპორტული ჟურნალისტი ხარ და ყველაზე მეტად გესმის ის, რომ ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სპორტი და ახალგაზრდებში მეტი ჩართულობა, რადგან სპორტის და სპორტული ცხოვრების და ჯანსაღი ცხოვრების გარეშე ვერ განვითარდება ვერც ადამიანი, ვერც ქვეყანა და ვერც სულიერად განვითარდები, რადგან ეს ქმნის სწორედ იმ საწყის პირობას, რომელსაც ქვია ადამიანი, ჩემი აზრით. და ბავშვი როდესაც მოდის და ხედავს თუ როგორ თამაშობენ მოზრდილი ადამიანები მისთვის საპატივცემულო ადამიანები უბნელები ეს ხო ურბან სპორტია და ძირითადად უბნურ თამაშებზია დაფუძნებული ხო აი მისთვის საპატივცემულო პიროვნება რომ თამაშობს მისთვისაც უკვე мотиваციაა რომ რატომაც არა მეც უნდა ვითამაშო მეც უნდა გავიზარდო მეც უნდა მოვიგო მეც უნდა ავწიო თასი და ეს რაღაც სპორტული ჟინი ბავშვობიდანვე უნდა ჩაუნერგოთ ადამიანებს იმისთვის რომ სამომავლოდ გახდნენ ისეთები როგორებიც არიან თუნდაც ხვიჩა კვარაცხელია თუნდაც თორნიკე შენგელია თუნდაც ზასაფაჩულია ბაშა ტალახაძე და არ მინდა ყველა ჩამოთვალო ბევრი ვართ საბედნიეროდ ბევრი ვარ და ნუ ბედნიერებაა ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ ეს ყველაფერი არ გამოვიდოდა რომ არა თბილისის მერია რომელიც ჩაერთო ამ კამპანიაში 3 წლის წინ თუნდაც თავიდანვე საწყისად და კულტურის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართულია და იმდენად არის ჩართული რომ ხანდახან ბიჭო მეთქით ჩვენც გავაკეთებთ რა არა უნდა რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და არ მინდა ამ ხალხს ეს კარგი საქმე დაუკარგო და მადლობა მინდა აქედან მათ გადაუხატო ხო მსგავსი მხარდაჭერის გარეშე მნიშვნელოვანი მაგის გარეშე არ გაქვს სახელმწიფო თუ არ არის ჩართული სპორტის განვითარებაში და უფრო მეტად მინდა რომ ეს მოხდეს და უფრო მეტად იყოს ჩართული როგორც კერძო სექტორი ასევე სახელმწიფო უფრო მეტად განვითარდეს საკლუბო ფეხბურთით, საკლუბო კალათბურთით და ეს არის ხო ჩვენი მთავარი მიზანი რომ სადღაც ოდესმე რაღაცა მოხდეს და რაღაც ჩვენც გავიხაროთ როგორც ნაკრების დრო. ეხლა ბოლოს წარმოვიდგინე ეხლა ევროპული ლიგის თამაშზე შეიძლება 2 წამით ლირიული გადახვევა რა გავაკეთოთ. რეალი ოლიმპიაკოსის იმას. ევროპული ლიგაზე დინამო ტორპედოზე ხო რა იყო ხო ერთმა გჭირდება მსგავსი კამპანიები. კეცბაინას მოსულა გააკეთა რომ 10000 კაცი მივიდა სტადიონზე და რიგი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. იცი რა მაინტერესებს ახსენე უბანში ეს ადამიანები რომლებიც ბავშვები რო უყურებენ უფროსები როგორ თამაშობენ და რო ჩაერთონ ჩართულობა თვითონ სპორტსმენების თუ იქნება აი მაგალითად ესეთ პერიოდია ხა რომ 2 და 5 ნაკრების თამაშია და აი მაგალითად თუ არიან მოწვეულები მოთამაშეები ფეხბურთელები რომ შეხედონ რაღაცა ბავშვმა ფოტოები გადაიღონ და ასე კი მოვლენ ასე მოწვევი პირდაპირ არ გავიგზავნია მაგრამ პირველ წელს მეორე წელსაც იყვნენ მოსულები ნახეს უყურეს ისე ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის რაც მთავარია თან უშუალო პირველ წელს ქონდა ასეთი რამ რომ ყველას მივეცით საშუალება რომ ეთამაშა და უმაღლესი ლიგის ფეხბურთელები მოვიდნენ და იმათმა მოიგეს და ცოტა მეორე წელს შეუცვალეთ და წელსაც იქნება რომ არ შეიძლება პროფესიონალებმა ითამაშონ უბნის ფეხბურთელებთან შეიძლება კი რაღაც წინააღმდეგობა გაუწიონ მაგრამ მაინც მგონია რომ ეს უფრო მეტად სამოყვარულო დონის უნდა იყოს ვიდრე პროფესიონალური რადგან მათ აქვთ საკუთარი გეგმები საკუთარი ჩემპიონატი და იქ ბევრად მეც გამოიმუშავები კიდევაც და თამაშობენ ამიტომ სამოყვარულო დონის ჩემპიონატი ბევრად კარგი იქნება კალათბურთში უფრო მეტად ალიგის მოთამაშეებიც იქნებიან ჩართულები ის პროფესიონალური ლიგა არის, არ არის ცუდი ლიგა, ძალიან კარგია, მაგრამ სუპერლიგის კალათბურთელებს მაინც არ ვაძლევთ თამაში მონაწილეობის. ხო, პატარა შეზღუდვა და აბსოლუტურად ლოგიკური და შეზღუდვა. ხო, არ შეიძლება, ნუ სამოყვარულო ლიგას ეხა კალათბურთში თამაშობთ ჩვენც და იქ წკიტიშულსაც ვეთამაშებით და იყო დრო ზერიუგინსაც ვეთამაშებოდით და ცოტა შოქში ვიყავით, მაგრამ ნუ სხვა გზა არ იყო რა. მაინც არაბიძე მე მომიგეს მურჭველი. ყველა ვარიანტი, აზაზო, ჩემონაცილო. რაც არ უნდა იყოს, კი. მოდი რა ვთქვათ, იცი რომ სოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და მე ვიცი რომ გეგმები გაქვს სოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით აქტიურ ფაზაშია რაღაცა მზადება რომ 11 ივნისიდან 1 თვის განმავლობაში 39 დღე პირველად ისტორიაში ყველაზე ფოტოს გაზრდილია ნაკრებების ეს 39 დღიანი საფეხბურთო ზეიმი თქვენს რომ რაღაცა ზეიმად აქციოთ ქალაქში მოდი ამაზე თქვათ რა გეგმები ჩვენ ევროპის ჩემპიონატის მსვლელობის დროს როდესაც საქართველოს ნაკრები იყო გასული მაშინაც ჰქონდა ანალოგიური ფესტივალი დედაენის ბაღში სადაც 30 დღის განმავლობაში ვაშუქებდით ჩემპიონატს და ანალოგიურს ვაპირებთ ახლაც 39 დღის განმავლობაში
გვექნება დიდი ეკრანი, ორი დიდი ეკრანი, რადგან ბევრი თამაშია და ვიღაცა შეიძლება ბრაზილიის ყურება უნდა, ვიღაცა შეიძლება საფრანგეთის ყურება, ამიტომ არ გავყოფთ ადამიანებს და არ შეუზღუდავთ მათ ჩვენების არეალს და შეუძლიათ ორ ეკრანზე უყურონ, თან მიირთვან ძალიან ბევრი ლუდის ნაირსახეობა ჩვენ ფესტივალებზე ზოგადად ჩვენი ფესტივალი ზოგადად იმით არის განსაკუთრებული, რომ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ისეთი ნაირსახეობა ლუდის, რომელსაც ვერ იყიდით მაღაზიაში. ეს არის ოჯახში გაკეთებული პატარა კომპანიების, შედარებით ცოტა დიდი კომპანიების, რომლებიც ქმნიან ისეთ პროდუქტს, რომელიც შეიძლება ჩახვიდე ავსტრიაში, ჩეხეთში და იქ გასინჯო მსგავსი დონის ლუდი და გაგიკვირდეს რა, რომ რა კარგია, თურმე აქაც ვაკეთებთ. ასევე იქნება რასაკვირველია ძალიან ბევრი გათამაშება, უამრავი პრიზი, ბევრი კვების ობიექტი, რომელიც ძალიან ბევრი არიან უკვე ჩართული და ჩემი აზრით ვისაც რაიმე სახის გემოვნება თუ გაგაჩნია, ხორცი გიყვარს, ის გიყვარს, ეს გიყვარს, ყველა შეუძლია რა თქმა უნდა მოვიდეს და რატომაც კარგია, მომშვიდა. წავიდეთ აქედან. 11 ივნისი რამდენ დღეშია? აქვე არის და გელოდები რასაკვირველია, ნუ შენ ბრაზილიის გულშემატკივარი ხარ, როგორც ვიცი და ბრაზილიის თამაშების გვექნება თავისთავად. კი ბატონო. აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ხა ამერიკა, მექსიკა, კანადაში სამ ქვეყანაშია და დროების ფაქტორი როგორც არის 8 საათი, 11 საათი, 2 და 4 საათი თუ ავსდები რა. და მეგონი 5 ნახევარს ასე, მაგრამ ევროპელებისთვის, ანუ ჩვენთვის ისეთ დროს არის თამაში, რომ კარგი და საინტერესო თამაშები, ანუ ევროპული ქვეყნების თამაშები, რომ მარტივად უყურებთ, 12 საათს ველოდებოდით ხოლმე ხანდახან ჩემპიონთა ლიგის თამაში რო გვეყურებია და ასე რომ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის საერთოდ არ არის პრობლემა, თუ რომელ საათი არის თამაში, ყველგან მიხვალ და ნახავ. ეხლა შენი თქმის არ იყოს გარეთ საუბრობდით 4 საათზე რომ შოტლანდია ჰაიტი იყოს ჰაიტის თამაშზე რა ვიცი მე სავარაუდოდ დავიძინებ თქვენი ეგეთი გულშემატკივარი ვერ ვაპირებ ხო ფერგიუსონის და ამბების არ ვარ ეხლა მარტოვენაის დიდ პატივს მაგრამ კი ბატონო კარგი დაუბრუნდეთ ურბან ფესტს კიდევ ერთხელ ვთქვათ რომ 30 და 31 მაისი ზღვის უბნის პარკი კარგი გარემო, იმედია რომ კარგი ამინდი. ძალიან დიდი იმედი მაქვს. გაზაფხულის გაცილება, მოკლედ სპორტულად შეგვიძლია და ზაფხულის შეგებება და მე უკვე 11 ივნისიდან რაზეც ვისაუბრეთ. თუ გაქვთ კიდე დაგეგმილი აი ამ სამომავლო პერსპექტივაში აი სოფლიო ჩემპიონატის მიღმა, პატარ-პატარა აქტივობები რაღაცა. სპორტული აქტივობები ძირითადად მარტო ამით შემოვიფარგლებით ურბან ფესტით, თუმცა ვფიქრობთ და ვაპირებთ რომ საქართველოს მასშტაბით გავაკეთოთ ნარდის ჩემპიონატი, რომელიც ივნისში დავიწყებთ ახლა და პირველი ორი ჩემპიონატი იქნება კახეთში, თელავსა და გურჯაანში, შემდეგ გაგრძელდება ეს ყველაფერი მოუყვებით იქიდან და ჩავალთ ბათუმამდე. ხო, სავარაუდოდ მაინც გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ 99%-ით ბათუმშიც გვექნება მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენებები ერას მოედანზე, სავარაუდოდ მაინც არ ვიტყვი რომ დაზუსტებულ ინფორმაციას ვამბობ და იქ მხოლოდ პლეი-ოფებიდან დავიწყებთ უკვე ჩვენებებს და ასე რომ ბათუმელები მის გვიყურებენ, ისინიც გაიხარებენ. ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი. ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი იწყება ბათუმში, კი ბატონო. ხო, შენ აღნიშნე რომ გადავედო დედაენის პარკიდანო გარეუბანში, იმიტომ რომ ჩართულობა მნიშვნელოვანია და ზუსტად ეს პატარა მოდელი რომ გადავიტანოთ ქვეყნის მასშტაბზეც აუცილებელია რეგიონების ჩართულობა რეგიონების გარეშე წარსულში გეგმა გვაქვს უყვარდა ენატრება მსგავსი აქტივობები რომ აუცილებელია გეგმა გვაქვს აი არის ურბან ფესტი ესე ჩვენი მოგონილი არ არის იმიტომ რომ ამ მსგავსი ფორმატის ტურნირები ტარდება ევროპაში ძალიან მაგარი ფორმატის ოღონდ იქ უფრო მეტად ურბანული არის კინებში ჩასმული და აი ძალიან ისეთი ქუჩის ელემენტებია უფრო მეტად და ვფიქრობ და ვაპირებთ რომ რატომაც არა საქართველოს მასშტაბზეც გავიდეთ და მთელი ქვეყანა მოვიცვათ, დავიწყოთ მაგალითად აჭარიდან, გურია, სამეგრელო, იმერეთი მოვყვეთ ყველაფერს და შემდეგ აქედან გამარჯვებულები თბილისში ვათამაშოთ. ეს გეგმა რასაკვირველია, მოვა ჯერ დასაწყისში ვარ, დაწყებით კლასში ვარ, ასე რომ ვთქვათ, მე-3 კლასში ვარ და მე-5 კლასში რომ გადავალთ, მე სავარაუდოდ მაგასაც ვიცი. დეტალებზე საუბარი შეიძლება მე-5 კლასიდან. კი ბატონო, და ბოლოსკენ სანამ დავასწრებ, მე არ შემიძლია ახლოვდება ხა ჩემპიონთა ლიგის ფინალი და გასაგებია გულშემატკივრობთ, იმიტომ რომ ხუჭა გვარასელია და მსოფლიო ჩემპიონატი. მოდი ორი თვით შენი პროგნოზი მითხარი, რას ფიქრობ ჯერ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე, ხო? ჯერ ლიგაზე და მე მსოფლიო. ხო, ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენ ვისაუბრეთ და რაც უქნა ინტერს, იგივეს უზავს არსენალს, ხო, ვამბობ რა, ძალიან მაღალი დონის გუნდია პარი სენ-ჟერმენი და
აი თამამად ვიტყვი, არ ვამბობ ამას იმიტომ რომ ქართველი ვარ. რომ არა ხვიჩა, Paris Saint-Germain იქნებოდა ისეთი დონის გუნდი, როგორიც არის მაგალითად, როგორც იყო რამოდენიმე წლის. აბსოლუტურად გეთანხმები. ხვიჩას გარეშე და ხვიჩასთან ერთად, აი როგორც კრისტიანოსთან ერთად იყო რეალი და მესისთან ერთად ბარსელონა და მათ გარეშე არ იყო ისეთი ეფექტური, როგორც მათთან ერთად იყო. და აღქმაწართული იყო მათ გარეშე. ზუსტად იგივე არის ეს ფეხბურთელი, რომელიც ქმნის საოცრებას მოედანზე და აი სულ პატარა რო იყო იქიდან უყურებდით ჩვენ და გქონდა იმის აღქმა, რომ ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს ითამაშებდა და ასეც მოხდა. რაც შეეხება თქვათ რომ Paris Saint-Germain მოიგებს ხო? რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, კაცმა არ იცის რა მოხდება. კაცმა არ იცის, აი ყველა ზოგი ამბობს საფრანგეთი, მაგრამ ხო იცი როგორ არის? ძალიან ხშირად ხდება ვინც კი თავარი ფავორიტია, ის საერთოდ ჯგუფში რჩება ხოლმე. და ძალიან ხშირად ჩემპიონატი ეგრე იყო, თრომეში საფრანგეთმა მოიგო ორ ტურში, სენეგალმა ჩატოვა და სენეგალთან ეგ ჰაჯი დიუფის მას არ გაუტანია ის გოლი, მაგრამ ეს იყო თავარი სენეგალელი ეგ იყო. და სხვათა შორის ეს რაღაც წყევლასავით არის რომ 1-2 მსოფლიო ჩემპიონატის გარდა თუ შეიძლება 3-იც არის, მაგრამ ძალიან ხშირად ვინც იგებდა მსოფლიო ჩემპიონატს, ის რჩებოდა ჯგუფში, თუ გახსოვს რა და ეხა იმედი მაქვს რომ არგენტინა არ ჩარჩება, იმიტომ რომ არგენტინა გვჭირდება პლეი-ოფში აუცილებლად. ნუ ჩემი ფავორიტი მაინც პორტუგალია, კრისტიანო რონალდო. რა თქმა უნდა. მე ფეხბურთი თუ გიდათ რომ დავხუროთ, მოდი რონალდო მოიგოს მსოფლიო ჩემპიონატი. იქნება. თუ ეკუთვნოდა მესის და ეკუთვნოდა ხო, რატომაც არა. თუ ფეხბურთი გვიყვარს, მოდი ესე. ხო, ეხლა მე რონალდოს დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ მესი ოდნავ ზევით არის, იმიტომ რომ ის რაღაცა არანორმალურად ძლიერი ფეხბურთელია. არა, საოცარი ეპოქაში გვიქმნა ამ ორმა ფეხბურთელმა. მადლობის მეტი არაფერი გვეთქვის ნამდვილად. ნიკოლოზ გაბელია იყო ჩვენი სტუმარი, ურბანული სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი და 30-31 მაისი ურბან ფესტი თბილისის უბნის, კი არა, ზღვის უბნის პარკში, თბილისში. თემქაზე. მე სამშაბათამდე დაგემშვიდობებით, ესეთი იყო დღეისთვის სპორტის რუბრიკა დილის პალიტრაში, სამშაბათს სხვა თემებით, სხვა სტუმრებით შემოგიერთებით, მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალია შაბათს, გვისიამოვნოთ ფეხბურთით და წარმატებები უსურვოთ ხვიჩა კვარაცხელიას.